გამარჯობათ. ამ ვიდეოს ვწერე არხის მაყურებლის შეკითხვის აპასუხოდ, რომელსაც აინტერესებდა ღირს თუ არა სოფლის კვერცხის ძებნა მაღაზიებში და მასში ცოტა მეტის გადახდა. პასუხი არის ძალიან მარტივი. თუ ის ნამდვილად სოფლის კვერცხია, ღირს და ჩემი აზრით მეტის უნდა ღირდეს ფერმის კვერცხთან მიმართებაში. თუ რატომ ეხლავე განვიხილოთ მათი ორივეს შემადგენლობა, ეს ყველაფერი კარგად ცნობილია და გამოკვლეული. შეხედეთ თუ შეიძლება აი ამ ცხრილს. კალორიები ორივე დაახლოებით ერთნაირად შეიცავს 70-75 კილოკალორია ფერმის კვერცხის დაახლოებით იგივე. ცილას დაახლოებით ერთნაირია, მაგრამ სოფლის კვერცხი შეუცვლელი ამინომჟავებით არის შეუდარებლად მდიდარი. საერთოდ ცხიმები ზუსტად ერთნაირია, მაგრამ სოფლის კვერცხში მეტი არის ომეგა-3 ქვევით ნახავთ. ქოლესტერინი სოფლის კვერცხში ნაკლები გახლავთ ცოტათი, მაგრამ აი ომეგა-3-სა და ომეგა-6 შორის უკვე ძალიან დიდი სხვაობაა. სოფლის კვერცხში ომეგა-3 არის 100-დან 330 მილიგრამამდე, გააჩნია კვებას, მაშინ როდესაც ფერმის კვერცხში 30-დან 50-მდე, ანუ შეიძლება ითქვას, რომ სადღაც 7-8-ჯერ უფრო მეტია საშუალოდ ვიდრე ფერმის კვერცხში. აი ომეგა-6 ომეგა-3-თან შეფარდება სოფლის კვერცხში არის საშუალოდ 3-1-თან. ხოლო ფერმისაში 19-1-თან. შეგახსენებთ, რომ ადამიანისათვის იდეალური შეფარდება არის 4-1-თან. ანუ სოფლის კვერცხში არის თითქმის იდეალური შეფარდება. ხოლო რაც შეეხება ვიტამინებს, აქ განსხვავება კიდევ უფრო მეტია. ვიტამინი A, ვიტამინი D. ესენი რამდენჯერმე უფრო მეტია სოფლის კვერცხში, ხოლო თქვათ B12 და ბეტა-კაროტინიც ხედავთ რა მნიშვნელობები აქვს სოფლის კვერცხში და ფერმის კვერცხში. ანუ ბევრად მეტია შეიძლება ითქვას სოფლის კვერცხის შემადგენლობაში. Так. ეხლა ასეთი რამ. მართალია სოფლის კვერცხში კალორიები და ცილების რაოდენობა ერთნაირია, მაგრამ ამინომჟავური შემადგენლობა ვიმეორებ არის ბევრად უკეთესი. და შეუცვლელი ამინომჟავები ბევრად მეტია სოფლის კვერცხში. ერთმა ჩემმა ახლობელმა, რომელიც სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელია, თან ძალიან ინიციატივიანი ქალბატონია, ბავშვებთან კლასში დააყენა ქსანთოპროტეინის რეაქცია სოფლის ქათმის და ფერმის ქათმის კვერცხებზე. ქსანთოპროტეინის რეაქცია გამოიყენება ცილის აღმოსაჩენად, მაგრამ ფაქტიურად რეაგირებს არომატულ ამინომჟავებზე, როგორიც არის, ვთქვათ, იგივე ტრიპტოფანი, ანთიროზინი, ფენილალანინი. რეაქცია არის ძალიან მარტივი. კვერცხის ცილას უნდა დავაწვეთოთ კონცენტრირებული ამინომჟავა. და როდესაც ერთ შემთხვევაში ფერმის კვერცხს, ხოლო მეორე შემთხვევაში დააწვეთეს სოფლის კვერცხს, ბავშვები გაოცებულები დარჩენ, იმდენად ძლიერი რეაქცია იყო სოფლის კვერცხიდან. ეს არ არის რთული ასახსნელი, ეს იმიტომ, რომ სოფლის კვერცხი ვიმეორებ გაცილებით მეტ შეიცავს არომატულ ამინომჟავებს. მასწავლებელს რომ ბიურეტის რეაქცია დაეყენებინა, ესეც გამოიყენება ცილის აღმოსაჩენად. ბიურეტის რეაქტივი არის ფაქტიურად სპილენძის სულფატი, იგივე კუპრომესო-4 ტუტიარეში, როგორც წესი ეს ტუტიარე ნატრიუმაშია ხოლმე. განსხვავება თითქმის არ იქნებოდა, იმიტომ რომ საერთო რაოდენობა ცილის არის ერთნაირი და ბიურეტის რეაქცია, უпростоრად ფერადი რეაქცია ბიურეტის შემთხვევაში არის განპირობებული პეპტიდური ბმების რაოდენობით. ეს კი ერთნაირია, რადგან ცილის საერთო რაოდენობა ერთნაირია. ასე რომ ცილა თითქმის ერთნაირია, მაგრამ სოფლის ქათმისა ხარისხობრივად არის გაცილებით უკეთესი.
ასე რომ 60-ზე მეტი ასაკში კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად ცალსახად უკეთესია სოფლის კვერცხი, ასევე სპორტსმენებისათვის რა თქმა უნდა გაცილებით უკეთესი გახლავთ სოფლის კვერცხი. ასევე ცხიმების რაოდენობაც ერთნაირია, მაგრამ სოფლის კატამში გაცილებით უფრო მეტია ომეგა-3, რომელიც გვაკლია. ხოლო რაც შეეხება ვიტამინებს, აქ განსხვავება არის გაცილებით უფრო მეტი. ანუ ვიტამინი A საშუალოდ 3.5-ჯერ მეტია, ვიტამინი D საშუალოდ 5-ჯერ მეტი, B12 70%-ით მეტი, ბეტა-კაროტინი, რომელიც ამ სოფლის კვერცხის გულის ფერს განაპირობებს, 7-ჯერ მეტი, ფოლიუმის მჟავა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ორსული ქალბატონებისათვის, ეს 50%-ით მეტი გახლავთ სოფლის კვერცხში. ერთადერთი უპირატესობა, რაც აქვს ფერმის კვერცხს, არის ის, რომ ფერმის შემთხვევაში ყოველთვის არის ცნობილი კვერცხის დადების თარიღი და გაცილებით ნაკლები შანსია ბაქტერიული მოწამვლის, რადგან ანტიბიოტიკები გამოიყენება და ანტიბიოტიკები ემატება ქათმის საკვებში. თუმცა ამავე დროს ფერმის კვერცხი ანტიბიოტიკებისა და ჰორმონულ ზრდის სტიმულატორებს შეიცავს, რომლებიც არანაირად არ არის სასურველი განსაკუთრებით ბავშვებისათვის. ასე რომ ლოცვა უნდა გავაძლიეროთ, რომ ყოველივე ეს დასაშვები ნორმის ფარგლებში მაინც იყოს, წვავე მოწამვლას მაინც არ გამოიწვევს. ეხლა შორეულ შედეგებზე რა მოგახსენოთ? შორეული შედეგები კაცმა არ იცის რა იქნება. ეხლა კიდევ რა ვთქვათ, განსხვავება არა მარტო ფრინველის შენახვით და კვების ტექნოლოგიით არის განპირობებული, არამედ გენეტიკური ფაქტორებითაც. მეკვერცხული ჯიშის ქათამი ან კროსი, რაც არ უნდა სოფლის ქათმებივით გაუშვათ თავისუფლად ბუნებაში, მაინც ვერ დადებენ ისეთივე ხარისხის კვერცხს, როგორც უჯიშო სოფლის ქათმები. ეს უხეშად რომ ვთქვათ, განსხვავება განპირობებულია იმით, რომ მეკვერცხული ჯიშის ქათმები ორიენტირებული არიან კვერცხის სწრაფად ფორმირებაზე, ხოლო სიჩქარით კი მოგეხსენებათ საქმე არ კეთდება. და ბოლოს ერთი მნიშვნელოვანი გაფრთხილება. ფერმის ფერადი ქათმის კვერცხს თქვენ ასე ადვილად ვერ გაარჩევთ სოფლის ქათმისგან, რადგან თავად კვერცხი ფერადი ქათმების მიერ დადებული აღარ არის ქათქათა თეთრი. ასე რომ თუ არ იცნობთ გამყიდველს და არ იცით ნამდვილად რომ ქათმები დიდ ფართობზე ყავს გაშვებული, იცოდეთ რომ სოფლის კვერცხის ყიდვისას ლატარიას თამაშობთ მოგების ძალიან მცირე ალბათობით. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ.